თქვენ გახსოვთ, რომ მე დაახლოებით თვენახევრის წინ ვიმყოფებოდი მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ანუ პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის მიწვევით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეხვედრა ბატონ ნარიშკინთან და დუმის სხვა ხელმძღვანელებთან, სადაც ნამდვილად დაფიქსირდა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება დაიწყოს და სხვა ჭრილში გადაინაცვლოს ჩვენმა ურთიერთობებმა და განხილვებმა. ამჯერად მე უკვე ვიყავი სანქტ-პეტერბურგში ქალბატონი მატვიენკოს მიწვევით, რომელიც არის რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ხელმძღვანელი. მე მქონდა მასთან პირადად შეხვედრა და ასევე ვთქვათ, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის სხვა ოფიციალურ პირებთან. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პარალელურად, რა თქმა უნდა, კონფერენციაში მონაწილეობისა, რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის ბუნებრივია ეს ორმხრივი შეხვედრები უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან მე პრაქტიკულად შევხვდი რუსეთის მთელი საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ქვედა, ასევე ზედა პალატის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც იღებენ რუსეთში კონკრეტულად გადაწყვეტილებებს, ან ვინც მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, ეს შეხვედრები, ეს არის რეალურად ჩემის მხრიდან მართლა ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ პოზიტიური წვლილი შევიტანო რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებაში და მოვამზადო ნიადაგი იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პრობლემების დასარეგულირებლად. თუმცა მე შემიძლია ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ნამდვილად როგორც ვთქვი წინა შეხვედრების შემდეგ, ეხლა უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა სავიზო რეჟიმის ძალიან სერიოზულად გამარტივების საკითხს თავის თავზე, ანუ მოსახლეობა ამას დაინახავს. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ რუსეთმა არ დაკეტა ბაზარი ქართული პროდუქციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარე შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ბევრი გარღვევის გაკეთება შეიძლება ამის მზაობა რო იყოს ქართული ხელისუფლების მხრიდან. მე კონკრეტული წინადადებები ჩამოვიტანე როგორც პირველი შეხვედრიდან, ასე დღევანდელ ამ ბოლო შეხვედრიდან, თუმცა საქართველოს ხელისუფლებიდან სამწუხაროდ ამ შედეგებით არავინ არ დაინტერესდა.